აბა მოგესალმებით საყვარელ ოჯახის წევრებს ჯერ ქალბატონ კირას მივესალმებით თუ შეიძლება როგორ ძანდებით ძვირფასო როგორ ახარ სალამი კარგად ძვირფასო მადლობა აღარ ყოფილი თქვენს ზღაპრულ ჯადოსნურ გარემოში რომ მივესალმებით იყვნენ რომელიც არ ვიცი ჩანს თუ არა მაგრამ მაინც როგორ მიხარია რომ მოგძანდით თქვენი ესე იგი მასპინძლობა და თქვენი ნასტურობა ყოველთვის მიხარია და იმდენი ხანი არ ყოფილი კირა უკვე ხელა გოგო გამختار როგორ ახლა ალამაზი ხარ გავგიშდი კირა ზურას სივრცეა მაინც ესე ქვია, მაგრამ შენი სივრცეცაა და საერთო სივრცეა ყველას. კი ბატონო, და ამ გარემოში მყავს მე ზურა ჩაწერილი, ადრე ინტერვიუმა გაკეთებული ჩვენი არქივის მაყურებელს გახსენდება. გარდა იმისა, რომ ალბათ არაერთხელ ვნახავთ ეს გარემო, მაგრამ ალბათ დაგვთავთ ნებას, რომ თქვენს რა თქმა უნდა შენზე ამ შემთხვევაში. თქვენთვის ყოველთვის ისა, ახე აქ რო ცხოვრობ, აქ რო იღვიძებ, აქ რო ადარი ცხოვრება შეუძლებელია ხელოვნებისკენ სურვა ესეც იყო ჩემსავით უნიჭო არ გაგიტაცო შენთან ანკუთხედ ნიჭიერი ხარ რამე კითხო ყურე შენი რაღაც ნამუშევრებისთან შენი გატაცებებიც არის აქ ერთი ვიცი რომ ესენი შენი კოლექციიდან არის ხო ჩემი კოლექციიდან არის ნაწილი სათამაშოები ძველებური რა საკიდან დაიწყე მეშინებობა სტუდენტი რო ვიყავი სადღაც ეს პერიოდი იყო კი ეს ჩემი ბავშვობის სათამაშოები უფრო აი ბებიების დროინდელი სათამაშოები არის კირას უყვარს სახალხო სათამაშოები? ძალიან ხშირად ერთად ვთავთ ხოლმე ნაძვის ხეს. იცი რა მითხარი? აქ არის ხოლმე პორტრეტები და კირა დავინახე. კირას პორტრეტი დაწყებული. თიკოს და შენი პორტრეტიც არის და აი კირა, ესე იგი ძალიან ადვილად საცნობია რომ იმ პორტრეტზე კირაა და აქეთ-იქით ანგელოზებში სხვათა შორის. ძალიან მოწონს კირას და კირას თხოვნა იყო რომ ბაბუს დაეხატა. კირას ხო არ აქვს ხოლმე ხატვის ცდელობა. ხატავს კირა საკმაოდ კარგად. ფერების შეგრძნება აქვს, გემოვნება აქვს თავისი განსაკუთრებული. ზურას შვილი და სალომის შვილი შეუძლებელია რომ გემოვნება და ფერების შეგრძნება არ კონდეს. ხო ჩამოვსდეთ. ჩამოვსდეთ. იცი რა, მოდი თქვენ აქეთ. კი ბატონო. ეს თოჯინების პირობითი თეატრი ისევ ძალაშია? კირაში შექმნილი ბაბუს მიერ? თოჯინების თეატრი ძალაშია და თქვენთვის ალბათ ძალიან ახლო თემა არის. დიახ. მაგრამ საბავშვო რა თქმა უნდა რომელიც ზურა მოუწოდებს კირას მეგობრებს ძალიან მოწონს მისი ასაკის ბავშვი გრძელდება წარმოდგენება გრძელდება და ალბათ გაგრძელდება მე ესე ვფიქრობ სანამ ცოტათი არ წამოიზრდება კირა კარგი საშუალებაა რომ დიდხანს გავყვეს ბავშვობა ალბათ მოტორული განვითარებისთვისაც ხელოვნებასთან შეხება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ სალმე მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ ჩვენზე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და კაი გაგებით სახალხო მხატვრის შვილი ხარ ზურა რომელიც ყოველს უყვარდა და მისი სამყარო აი ადრე როცა ზურაზე მქონია მე გადაცემა მისაუბრია საოცარი მხატვარი იმიტომ რომ გაგიჭირდება რომ შავი ამფერიან განწყობა მოძებნო სულ ზღაპრული აქვს რა მდგომარეობას არ უნდა იყოს აი შემოდიხარ და რაღაცა სული გინათდება გარდა იმისა რომ ძალიან ხშირად არის რელიგიური თემატიკა ან დეტალები და ეს გააჩნია მაგრამ შენ მაინც გადაწყვიტე რომ უშუალოდ მხატვრობას არ გაყოლოდი პროფესიით დიზაინერი ხარ ხო ტანსაცმლის დიზაინერი სამოსქვნი მაგრამ სამკაულებს ბოლო დროს ბევრი წელია უკვე სამკაულებს აი ამოდი ეს სანამ მივალ ჩვენ აი დიზაინერებამდე მე სამკაულების დიზაინერებამდე ასე თქვა და ამ შექმნაზე და ამას განვიხილავთ იწილად რა იყო ის რომ ზურას კვალს არ გაყევი ის რომ შეგინდეთ ყოფილიყავი პერსონალურად დამოუკიდებელი ხელოვანი თუ მეორე მომენტი იყო რომ ხანდახან ისიც მომისმენია და უშუალოდ აი ცნობილი რომელიმე სფეროში ცნობილი მშობლის შვილს უთქვამს რომ აი მე რო უკეთესი ვერ გამოსულიყავი მე რა მექნა ამ პირიქით ჭtildeიდან გამოსვლა უნდა და შენ შემთხვევაში რა იყო რომ უშუალოდ ხატრობა არ აიჩია ვიცით რა არასდროს არ მქონია რაღაცნაირი შიში ბარიერი და ესეთი ცოტათი კომპლექსი რომ ჭtildeში ყოფილიყავი ან რაიმე კონკურენცია ვერ გამეწია ასე ვთქვათ არანაირად პირიქით ძალიან მეგობრული ძალიან სიამაყით სავსე ურთიერთობა გვაქვს ეს ვიცით ყველა ვინც გიცნობთ
მე თვითონ ვარ თაყვანისმცემელი მისი მხატვრობის ძალიან მომწონს და ეს არანაირად არ უშლის ხელს ჩემ პირად განვითარებას და ხელოვნების კუთხით ჩემს მიღწევებს. პირიქით სტიმული არის მისი მხარდაჭერა და მისი წარმატებები და სამომავლო მიზნებიც. კი ბატონო, აქვს ხოლმე არჩევები შენდე მე გიკითხავს მისგან რჩევა. ამ პირიქით შეიძლება შენ რჩევა მოусმინე. რა თქმა უნდა, ორივე ცხოვრებაში დამდგარა ეს მომენტი, რომ გვიკითხავს ერთმანეთისთვის, ხშირად ვთხოვ, რომ აი რომელიმე თემატიკის გარშემო იმუშაოს, იმიტომ რომ მაქვს ჩემი ამორჩეული საყვარელი ნახატები მისი და ვცდილობ, რომ რაღაცნაირად იქითკენ. აქ არის რომელიმე შენი საყვარელი ნახატი? არის აი ანგელოზი მაგალითად. რაღაც ისეთ კეთილი, ანგელოზი ხო ყველა კეთილია და ანუ ნებისმიერი ადამიანის წარმოსახვაში ანგელოზი ხო რაღაცა განსაკუთრებული და იმდენად განსაკუთრებული, ვინმეს კომპლიმენტი გვინაკუთრებთ, ანგელოზი ვითხარო, მაგრამ აი ზურას ანგელოზები კიდევ უფრო ანგელოზებრივი ანგელოზები არის. და ძალიან მიყვარს ბროწეულის თემატიკა, თეთრ ფონზე შესრულებული, რომელიც რელიგიურიც არის, მითოლოგიითაც არის დატვირთული და თვითონ სიმბოლურად როგორც ჩვენთვის ქართველებისთვის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ეხლა თან თევზიც არის პირდაპირი თევზი, ჯიხვი, კი ბატონო, ყურძენი. კი ბატონო, შენ თვითონ ხატო ხოლმე, ოღონდ მე არ გულისხმობ აი ჩანახატს ან ესკიზს. ვხატავ ხშირად და უფრო ხშირად ვხატავდი, აი ფერწერას თუ გულისხმობ წლების წინ. და უკვე მომავალში ამ ეტაპზე უფრო ესკიზებს და სამკაულების ესკიზებს, რომელიც მე ასე ვთქვათ. კი ბატონო. გითხარი დიზაინერობიდან როგორ მოხდა გადასვლა სამკაულებზე და თუ იყავი აქტიურად ამ დიზაინში, თუ აი როდის და რა მოგანდომა რომ გადასულიყავი უკვე სამკაულებზე? აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტობის დროიდან, მაშინ ტარდებოდა მოდის კვირეულები საქართველოში და მეც ვიღებდი როგორც სხვა დიზაინერები მონაწილეობას. შემდეგ არ მინდოდა რომ სამოსი ყოფილიყო უბრალო და სადა. მინდოდა ყოფილიყო შემკული ფერადი სამკაულებით და ავირჩიე რა უნდა ყოფილიყო ფერადოვნებასთან დაკავშირებული თუ არა ტიხრული მინანქარი. და სხვადასხვა ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები და გადავწყვიტე რომ სამოსი არ ყოფილიყო უბრალოდ ცარიელი და ყოფილიყო ღრმა და ისე ვთქვათ მდიდრული. და ესე იგი ამ ინტერესმა ისე გადაგძლია რომ დაივიწყე სამოსი და გადმოხვედი სამკაულებში. გადავედი სამკაულის დიზაინზე, იმიტომ რომ არის გაყიდვადი, არის მოთხოვნადი. მათ შორის უცხოელებშიც ხო? რა თქმა უნდა და არის ასე ვთქვათ უფრო პრაქტიკული, როგორც შესრულების კუთხით, იმიტომ რომ ხაი როდესაც მუშაობ, თვეები ჭირდება, სხვადასხვა დამხმარეები გჭირდება, რომ შეიქმნას ქსოვილი, სამოსი და ასე შემდეგ. სამკაულზე რამდენიმე ადამიანთან ერთად მხოლოდ მე ვმუშაობ. თემატიკა გაქვს რამე არჩეული, იმიტომ რომ იგივე მინანქრის კუთხით საქართველოში ბევრი მუშაობს, ბევრი დაინტერესდა. მე ის პერიოდიც მახსოვს, აი ჩემი სტუდენტობა იყო, რომ ძალიან აქტიური გახდა. ძალიან პოპულარული. ხო, და ახლაც ბევრს ვნახულობთ, მაგრამ თუ გაქვს რაღაც შენი ასე ვთქვათ ხაზს რომ ეძახიან, ხო, ან რაღაც თემატიკა, რასაც აი შენს ნამუშევრებში ჩანს. რა თქმა უნდა, მაქვს ვცდილობ რომ ჩემი იდეები განვახორციელო, რაც მქონდა აი დიზაინერული კუთხით სამოსთან დაკავშირებით, რასაც ვქნიდი, გადმოვეტანა სამკაულში. და რაღაცნაირად გავხადო სხვანაირი, უფრო თანამედროვე და არა ესეთი მაგალითად არა მარტო აი ქართული ან რომელიმე უცხოეთის მხრიდან გადმოტანილი ორნამენტი ან თემატიკა არ მინდა რომ იყოს ესეთი. რა მითხარი, იცი? რა სამკაულებში შედის დაუშვათ ყველაფერი, ყელსაბამი, საყურე, ბეჭედი, თუ კონკრეტულად ბავშვად პირობითად მარტო საყურეებზე მუშაობა? არა, შეიძლება შევქმნო კონკრეტული ადამიანისთვის სამკაული, ან ინსპირაცია იყოს რაიმე თემატიკა და მის მიხედვით და შეიძლება იყოს ბეჭედი და საყურე მაგალითად ერთად, ან ყელსაბამი ცალკე. ეს თავისუფალი ვარ იდეების კუთხით. მე ვიცი ზურასგან რომ ძალიან ადრე იღვიძებს დაიწყეს მუშაობას. მარტო თქვენ კი არა ნახევარ ქალაქს რო ძინავს და ქვეყანას. კი ბატონო. და ესე უყვარს და ადრეც იძინებს. შენ როგორ მუშაობდა ორი დამოუკიდებელი აქტიური ხელოვანი, მე რა რომ მამაშვილი ერთ სივრცეში როგორ
ეწყობეთ ერთმანეთს. იმიტომ რომ რატო დავსვი ეს კითხვა ბოდიშუხტი შეგეწყვეტინებ რომ მე ყველა ხელოვანისგან ვიცი რომ რაღაცის შექმნას ჭირდება სიმყუდროვე სიჩუმე ხა ქაოსში და ხმაურში ვერ შეიქმნება ვერც ესენი და ვერც ისენი ასე ჩინქვენ. ზურას აქვს განსაკუთრებული ხასიათი, ძალიან უყვარს ადამიანები და კომუნიკაცია. არ უყვარს მარტო ყოფნა რაღაცნაირად ცდილობს რომ სტუმარიც რო იყოს, მას შეუძლია რაიმე საქმით დაკავდეს თუ ისეთი საქმიანი შეხვედრა არ არის და მით უმეტეს ოჯახის წევრები მას დისკომფორტს არ უქმნის, აქვს სხვადასხვა სივრცე, ასევე ქალაქგარეთ სიღნაღში ჩვენს სახელმწიფო სივრცეში. კი ბატონო, იქაც თავისი სივრცე აქვს და იქ დილის საათებში ძირითადად როგორც თქვენ აღნიშნეთ, მუშაობს, არ უყვარს ღამით სიბნელეში ესეთი მოწყენილ და ასე ვთქვათ, გადაღლილ გომარებაში ხატვა. მამაშვილი ხელს არ უშლით ერთმანეთს. შენ ესეთი რამე ვთქვი, როცა ჩვენ აი პირობით თეატრზე საუბრობდით, რომ ბავშვის განვითარება ახსენე და მე მაგალითად აი ფსიქოლოგებისგან მსმენია, სხვა თერაპევტიც არსებობს, სხვა ხატვა, ამერად მნიშვნელოვანია ხატვა, ფერწერა, საღებავები. შენ ახლა ყავს პატარა შვილი, ყავს ყველა სახში, ხო, კი რა, მშვენიერისა, რომლის პორტრეტი ჩვენ ფონზე იქმნება. შენი ბავშვობაც რო გაიხსენო, შენ როცა ამ ზაფხულ გარემოში დაიბადე და მამას უყურებდი და ალბათ ყველაფერს საშუალებას გაძლევდა რა ფერი გამოგეყენებინა, რა დაგეხაზა, რა გაგეჯღაპნა. რამდენად ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი იყო და რამდენად პოვა ამ შედეგი და აი კირა შემთხვევაში ზოგადად რას გვეტყვი ბავშვებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და რას ავითარებს, ან რას უწყობს ხელს. ჩემ ბავშვობაში ძალიან როგორ მუშაობს კამერაზე ნახე. ძალიან არტისტული არის ეს მინდა აღნიშნო. ჩემ ბავშვობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ხატრობამ, შემოქმედებამ, იმ გარემომ, სადაც მე ვიზრდებოდი, ის პერიოდი იყო 90-იანი წლები იყო. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა იყო, რომ არ იყო აი ესეთი მდგომარეობა, როგორც დღეს გვაქვს, არ იყო ამდენი საშუალება, რომ განვითარებული ყავით. და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. რაც შეეხება კირას. კირას ძალიან უყვარს ხატვა და ესენენ მახარებს, იმიტომ რომ ყველა ბავშვისთვის არ აქვს მნიშვნელობა ისინი გამოვლენ მხატვრები, არქიტექტორები, იურისტები თუ რაიმე სხვა პროფესიის თუ მსახიობები. არ აქვს ამას მნიშვნელობა. მათ ექნებათ აუცილებლად კარგი გემოვნება. ისინი თუ დახატავენ თუ ივლიან სიმღერის წრეებზე და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ ცეკვაზე, იმიტომ რომ სხეულსაც უწყობს და გონებასაც. აი გონება რადგან ახსენე და ხა ფერების შერჩევა თავიდან მითხარი, აი გემოვნება აქვს ხო, ფერების შერჩევის, აი ფერების შერჩევა, კომპოზიციის შერჩევა ეს ხო გონებრივია. რამდენად უწყობს ხელს განვითარებას ბავშვს? ძალიან უწყობს ხელს განვითარებას, იმიტომ რომ სწავლის კუთხით ბევრად წინ არიან ეს ბავშვები, რომელსაც შეხება აქვთ ხელოვნებასთან, ფერწერასთან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განვითარდნენ და გონებრივად იყვნენ წინას. აი მაგალითად ბავშვს ვახატინებთ რამეს, ან ვაძერწინებთ, უნდა თავის ნებაზე მოვუშვათ თუ ჩვენ უნდა მივუწოთ ესკენი თუ თავისუფლება უნდა მივცეთ. ჩემი გამოცდილებით ძალიან ბევრი წლების დაკვირვებით და იმ დაკვირვებით, რასაც ჩემი ოჯახი აკეთებს, თუნდაც სტუდენტებთან, ბავშვებთან, პედაგოგიური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ თავისუფლები, მაგრამ მივცეთ მითითებები. ხო, ცხადია რაღაცა. რომ სწორად განვითარდნენ და ანუ არ იყოს მათი მხრიდან ჩარევით რაიმე დაზიანება, ეს ასევე მათი ფსიქიკის, იმიტომ რომ ფსიქოლოგები ხშირად ხსნიან, რომ რასაც დახატავს ბავშვი, ძალიან მარტივად შეიძლება, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეფასდეს. ბედნიერია, აქვს დაცულობის შეგრძნება, როგორი განვითარებულია, აქვს აგრესია, საიდან მომდინარეობს ეს აგრესია და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი ყველასთვის, ჩვენთვის დიდებისთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ არ გამოგვეპაროს ჩვენი პატარების მდგომარეობა. ხო. და ზუსტად ვიცოდეთ და კარგად ზედმიწევნით მივყვეთ მათ განვითარებას. სალომე, ჩვენ ამაზე გარკვეულწილად ვისაუბრეთ და ვინც ზურას შემოქმედება იცის, ამას ამჩნევს და ახაც აი
სადაც არ უნდა გავიხედოთ, ან ანგელოს დავინახავთ, ან თევზს, ან რაღაც სიმბოლოებს რელიგიულ სურა შემოქმედებაში. ცხადია, როცა ხელოვანი რაღაცას ხატავს, ამ შემთხვევაში ხატვარზე გვაქვს საუბარი. ეს არის მისი სალაპარაკო ენა. ანუ ეს არის მისი ბუნება, მისი სათქმელი, მისი მსოფლმხედველობა, ასეა, ხო? რატო თქვი ხა ზურასთან როცა ვისაუბრე, ამაზე მაშინაც თქვით, რომ ზურას დამოკიდებულება რელიგიისადმი, ეკლესიისადმი, უდიდესი პატივისცემა და სიყვარული პატრიარქისადმი და ძალიან ბევრი სასულიერო პირი მეგობრობს მასთან და არის ეკლესიის წევრი. მე მინდა შენ კითხო, შენი დამოკიდებულება როგორია სარწმუნოებასთან? საერთოდ ზურა და თიკოშვილი რო ხარ შეუძლებელია რამისთან ცოდაც იყო რაც დადების და კეთილი, ამიტომ რომ მე სულ ვიძახილ მაქრო შემოდიხარ ქალაქის ცენტრში შემოდიხარ და ხვდები სხვა სამყაროს, თქოს რაღაც გარეთ რაღაცეები გავიწდება. აი შენი დამოკიდებულება პირადი როგორია? პირადი როგორც სალომესი და არა არც ზურაშვილის და არც იმ ყველაფრის რასაც ვისაუბრეთ ღმერთის აღქმოსთან და სარწმუნოებასთან. ჩემი დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, რა თქმა უნდა, არის ძალიან ფრთხილი, ფაქიზი და ძალიან ძვირფასი, როგორც ძალიან ბევრი ქართველისთვის და მაინც ეს მომდინარეობს ოჯახიდან. როგორ ოჯახშიც ვიზრდებით, ასეთია მე ჩვენი შემდგომი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე და განსაკუთრებით ისეთ ძვირფას და საფრთხილო თემაზე, როგორც სარწმუნოება არის ჩვენთვის და ღმერთი არის ჩვენთვის ყოველთვის ძალიან ძვირფასი, ფაქიზი და ვცდილობთ, რომ ვიყოთ უფრო უკეთესები და მოსაწონი მისთვის და საზოგადოებისთვის. აი, კარგი რამე ახსენე, ფაქიზი და საფრთხილო, ეს ორი კუთხით შეიძლება განსხვავოთ, ერთი რომ ძალიან ძვირფასია ღმერთთან ურთიერთობა და სულ უნდა უფრთხილდე და მეორე საზოგადოებაშიც, რომ როცა შენ სიტყვაზე იძახი, რომ ჩემთვის ძვირფასია ღმერთი, საქმით უნდა დაამტკიცო. აი, რა არის, აი სად არის ეს სიფაქიზის ზღვარი და საშიშროება რომ არ დაგერღვეს? და პასუხისგებლობის ზღვარი, რომ ავიღოთ ის პასუხისგებლობა ყველა ადამიანმა და მოქალაქემ, რომ სწორად წარმოვაჩინოთ, იმაზე მეტი არ ავიღოთ საკუთარ თავზე, რაც არ გვაქვს უნარი ნაბიჯების გადადგმის და ვიყოთ ძალიან თამდაბლები და ფრთხილები ამ საკითხთან დაკავშირებით და ვეცადოთ, რომ ვიყოთ სხვისთვის მაგალითი. და არ ვიყოთ ესე, რომ აი მარტო მე შემიძლია, მე ვაკეთებ ამ კეთილ საქმეს, მე მაქვს უნარი, რომ დავეხმარო სხვა ადამიანებს. არა. პირიქით საშუალება მივცეთ სხვა ადამიანებს, რომ ისინი იყვნენ კეთილები ჩვენი მაგალითით და თუნდაც დაუთმოთ გზა, რომ აი აკეთოს სიკეთე რაღაცნაირად. შენს საქმიანობაში ხო არ არის ხოლმე რაღაც დეტალები, ხო არ ყოფილა თემატიკა იზურა შემთხვევაში რომ ვლაპარაკობთ რაღაც რელიგიური კუთხით, სიმბოლოებით ან რაღაც შინაარსობრივად. ყოფილა ხშირად და იზურას თემატიკა როგორც დატვირთული არის რელიგიური თემატიკით. ჩემ შემთხვევაშიც მიმუშავია ამ თემაზე და ძალიან თხილად და ესეთი ეს ყოფილა რაიმე დავშვა დღესასწაული, ყოფილა კონკრეტული თემა, ყოფილა რაღაც თუ რასთან დაკავშირებით გიმუშავე? ეს იყო აი შეკვეთა, ადამიანს ქონდა სურვილი, რომელსაც შეიძინა რამდენიმე ჩემი ნამუშევარი, რომ აი ამ თემატიკაზე მემუშავა და ჩემთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ეს. და ალბათ საპასუხისმგებლო. ძალიან დიდი საპასუხისმგებლო. შენი საყვარელი ფერი ან ფერები რომელსაც იყენებ? პასტელურ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას და შავ-თეთრი მაინც ეს კლასიკა არასდროს არ გადადის მოდიდან. აი იცი რა მითხარი? ყოფილა შემთხვევა რომ აი უცებ გამოსულ ხარ ზურა ხატავს, აი აქ ძირითადად აქ იქნება ეს საოცარი ზღაპრული ნამუშევრები და გითხოვს რომ არა ეს კი არა ესე. ან შენ ჩამოვიგიცია. ან არ დაგთანხმება და უთქვამს რომ გამანებით ავი და არ არის შენი საქმე. ყოფილა ესეთი შემოქმედებითი კონფლიქტები ჭალებში. იცით რა, ვცდილობ რომ არ ჩავერიო, ჩემთვის იმდენად ღრმა არის მისი პროფესიონალიზმი და იმდენად ჯერა მისი ასე ვქოთ ქმედებების ტილოზე და ქმედებების ფუნჯით, რასაც ახორციელებს. ყოველ უყურებდა ტკბები ხო? უყურებდა ტკბები და ვცდილობ რომ არ ჩავერიო. ზოგადად არ გვაქვს ესეთი ურთიერთობა, რომ რაიმეზე ესე მიუთითოთ უხეშად ერთმანეთს, ვცდილობთ რომ ძალიან დემოკრატიული ურთიერთობა გქონდეს და ყველას გქონდეს თავისი აზრი. კი რაც ზუსტად ესე იზრდება, მას აქვს თავისი აზრი და არ აქვს ჩემი აზრი ან რომელიმე სხვა ოჯახის წევრის აზრი, მხოლოდ მისი აზრი და როგორ გეკ მამაშვილი? გავანებოთ მხატვარ ზურას და დიზაინერ სალომეს. აი მამა და შვილი. მე რაც უყურებ ძალიან მეგობრულები ხარ და ესე იგი ძალიან შეხმალტკბილებულები ყოველთვის. ტიკოსაც ცხადია, ტიკო რაღაც მეჩაგრება ხოლმე და
სწორედ ამაზე მინდოდა მესაუბრა, რომ აი როგორც ჩანს საზოგადოების თვალით, რომ აი ჩვენ ძალიან მეგობრული ესეთი საქმეშიც აი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, რომ მე ძალიან ვეხმარები და ჩარეული ვარ, ასე ვთქვათ, მის საქმიანობაში. ცხოვრებაში, სახლში, კარს მიღმა, კადრს მიღმაც ვარ ძალიან ესეთი შეხმატკბილებული, ასე ვთქვათ და უსმენთ ერთმანეთს, ძალიან განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს და შემდეგ ვიღებთ უკვე გადაწყვეტილებას. როგორი ხარ კირასთან, როგორ დედა? კირასთან ვარ ძალიან მეგობრული, ვარ მეგობარი, მრჩეველი, მაგრამ ვარ ძალიან ყურადღებიანი დედა, რომელიც ერევა ყველა დეტალში და ცდილობს, რომ თავისუფლად გაუხსნას მას ყველა გზა და ყველა ბარიერი. ვაძლევ უფლებას, რომ თვითონ გადაალახოს ყველა ბარიერი ჩემი დახმარების გარეშე, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ცხოვრებაში დასულ ასაკში ეს არ გაყვეს ეს მიჯაჭვობის და აი რაიმე დამოუკიდებლობის კომპლექსი, ვცდილობ, რომ მქონდეს სრული თავისუფლება, მაგრამ ვარ ძალიან ყურადღებიანი და ჩართული ყველა დეტალში. პირადად მე ვახორციელებ ყველა მის, ასე ვთქვათ, მოვლის და განვითარების დეტალებს. კი ბატონო, ვიცი, ამას დაბადების დღიდან ესე ხარ. სალმე, შეიძლება რთული კითხვა დაგისვა. ან შეიძლება ძალიან ადვილი იყოს შემდგომში. ეს არის ძალიან პირადული და პიროვნული. შენი აზრით ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვერ ხედავთ აი ესე. ყველას ჩვენ წარმოსახვევში რაღაც წარმოგვიდგენია როგორია, ხო? მაგრამ სრულად არავინ არ იცის როგორია. ჩვენ ვიცით ღმერთი მხოლოდ იმ საქმეებით, რაც გაგვიგია, რასაც ყველა გძნობთან არ არსებობს ადამიანი ვერ იგძნოს, იმიტომ რომ ყველაში არის ეს ღმერთი, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის ხატება ვართ. როგორ ახორციელებს ადამიანებში თავის მართლ, თავის სიკეთეს? შენ ძალიან კარგი რამ აღნიშნე, შენ ცეღარ როცა სხვას მივცეთ საშუალება და ესეც ღმერთისთვისება. მაგრამ აი შენ რას ფიქრობ, როგორ ხდება ადამიანებში ჩვენთვის ღმერთის განხორციელება? როგორ შეიძლება მე სალომეში დავინახო ღმერთი? იმიტომ რომ მე ვყურებ სალომეს ახლა. ლამას სალომეს. მაგრამ მე შენში როგორ უნდა მოვძებნო ღმერთი? რას ფიქრობ? აი რა არის ეს? ძალიან ესეთია ცელი თემა, მაგრამ რას ფიქრობ? ზოგადად კი. ცელი თემაა, მაგრამ ღმერთი არის ჩვენ გულებში. ადამიანებს გვიგზავნის ღმერთი, რომ გავანათოთ ჩვენი გულები. სიკეთისკენ, რაღაცნაირი კეთილშობილებისკენ და იმ საქმეებისკენ, რომელიც ის აუცილებლად გვიხსნის გზას. არ არის სურვილი, რა თქმა უნდა, დადებითი სურვილი უნდა იყოს ეს და არ უნდა იყოს ვინმეს დაჩაგვრის, ან რაიმე ბოროტების, კეთების სურვილი. ამაზე მეტი ვარ. რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ეგოს დაკმაყოფილების სურვილი, უნდა იყოს პირიქით კეთილი სურვილები დავარქვათ. ამაში ყოველთვის ხედავთ მის ხელს, ყოველთვის გძნობთ, რომ აი რაიმე საქმის საკეთებლად მივდივართ, უცბისე ხდება, რომ თავისით გამოდის ეს ყველაფერი და აი ჩვენი ჩარევის გარეშე, რომ აი რა ხდება, რომ თქვენ მობრძანდით დღეს ძვირთან. ესეც ღმერთის იგივე სიტყვის რომ მე გითხარით და მითხარი რომ კი მოდით და სიხარულე ესეც. ხო, შემთხვევით არაფერი ხდება, არც ხალხს არ გვახვედრებს. არაფერი ხდება შემთხვევით და ის ზუსტად ეს უხილავ ძალებს ამ კოსმოსურ საოცარ ენერგიებს ყოველთვის გძნობთ ჩვენ და რომ არა ის იმედი, რასაც ქვია უფლის იმედი, ალბათ აი ხვალაც ვერ გავაგრძელებდით. ასლამაგის გარეშე შეჭიდებას იმ ყოველდღიურ გადალახვას იმ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელსაც ყოველთვის ვაწყდებით. ერთ-ერთი ამ კუთხით მნიშვნელოვანი საქმე ხო არის ხვების გახარება. რა თქმა უნდა. ხო და აი მე მგონია რომ თქვენ ეს ოჯახი და ეს ხალხი და ეს ნამუშევრები იმდენ ადამიანს ახარებს, რომ შეხედავ უკვე გიხარია, მე თუმეტეს რამდენს ახარებს სახში აქვს და ამ კუთხით თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. საერთო საქმეს, იმიტომ რომ ბევრს ახარებთ. მე გისურვებ რომ შენ ძალიან მიხარია თუ ესეა. ესე შენ ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ ადამიანებს მოვტანოთ მეტი პოზიტივი იმ ნეგატიურ გარემოში, რაც ვერ ავწდებით. თუ პოზიტივია, ესე იგი ნეგატივიც არის, ხო? ცხადია, ეს ერთად არის სამწუხაროდ, მაგრამ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვთქვი თქვენ ახარებთ. ურთიერთობითაც და თქვენი შემოქმედებითაც და პირადად შენ და შენ ზურფას ოჯახს უსურვებ რომ ძალიან დიდხანს აკეთებ თქვენი ზურფას საქმე და ბევრი ადამიანი გაახაროთ და თან ჩვენ სამ ზურფას
ქვეყანას საავტოროს არაჩვეულებრივი ნამუშევრები. დიდი მადლობა. გამხარდა. ძალიან მადლობა გვიმასპინძლა და წარმატებები და ზურაბ ჩავწერე, სალომე ჩავწერე და რამდენიმე წელში თუ კიდე მე ვიასწრებ, კერას მომაკითხავ მე ჩასაწერად. ისეც მიდის საქმეა. ნახვამდის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.